მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხანია თქვენთვის არ ჩამიწერია ვიდეო, ეხლა გამოვნახეთ რომ და გთავაზობთ ვიდეოს თემაზე ვინ და რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. არავის არ კონცენტრირდით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავზე, მე კი დავიწყებ გაშლას. ვინ მოიჩქარის სიყვარული? ვინ მოიჩქარის ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ახლა უყურებს ამ ვიდეოს? ვინ მოიჩქარის ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც ახლა უყურებს ამ ვიდეოს? მეგობრებო, ჩანს ადამიანი წარსულიდან, რომელთანაც მოგივიდა დაპირისპირება, რაღაცა გრევას ჰქონდა ადგილი. ეს დაპირისპირება არ იყო უბრალოდ სიტყვიერი შეკამათება. ეს იყო სერიოზული დაპირისპირება, სერიოზული კონფლიქტი, რომლის შემდეგაც ცალ-ცალკე ცდილობთ იმუშაოთ ამ ურთიერთობაზე, მაგრამ ჯერჯერობით სასურველ შედეგს ვერც ერთი მხარე ვერ ხედავთ. ვინ არის აბა ეს ადამიანი, ვინც მოიჩქარის წარსულიდან? სხვათა შორის სულიერად, პიროვნულად ძალიან განვითარებული ადამიანია. ადამიანი არის თქვენი წარსულიდან, რომელთანაც გაკავშირებდათ სიყვარული, მეგობრებო, ძალიან ლამაზი გრძნობა გაკავშირებდათ. დიდი ხნის ნაცნობი არის ეს ადამიანი თქვენთვის. რაღაც შეიძლება სასიამოვნო საუბრები ხშირად გქონიათ ერთმანეთთან, ბევრჯერ მოგისმენიათ მისთვის, გქონდათ რაღაცა გრძნობა. შესაძლოა ეს ადამიანი თქვენი ბავშვობიდანაც იყოს, ბავშვობის დროინდელი სიყვარული იყოს, რომელიც რაღაც დროის გასვლის შემდეგ, რომელმაც ახლებურად იფეთქა და ეხლა თქვენ ხართ რაღაცა გაურებული ხართ, რაღაც არჩევანის წინაშე ხართ, ან არჩევანის წინაშე დადგებით. ადამიანი, რომელსაც გარკვეული მიღწევები აქვს თავის ცხოვრებაში, კმაყოფილია თავისი ცხოვრებით, ადამიანი, რომელიც ახლა იცავს თავის საზღვრებს, შემდგარი რეალიზებული ქალისგან, თვითკმარი ქალისგან და ადამიანი, რომელსაც თქვენს მიმართ აქვს სიყვარული, მეგობრებო. ძალიან ლამაზი გრძნობა, რომელსაც ხშირად ახსენდება ერთად გატარებული დრო, საუბრები, ის ურთიერთკაგება, ურთიერთზრუნვა, რაც იყო თქვენ შორის. შეიძლება მიმოწერით დაიწყოს ეს ურთიერთობა, შეგახსენოთ თავი. ნაკაჩი რაც მოდის, მეგობრებო, იმას ვაჟღერებ, ვისთანაც რეზერვი მჭდება. მშვენიერი. მისმა გამოჩენამ თქვენც გაგიღვიძებთ გარკვეულ გრძნობებს, მაგრამ რაღაცა არჩევანის წინაშე იქნებით და გაურკვევლობას მოგიტანთ. რადგან შესაძლოა ან ამ ადამიანთან დაასრულეთ ურთიერთობა და ეხლა საზღვრებს იცავთ, ან სხვა ურთიერთობაში იყავით და ამ ადამიანის გამოჩენა რაღაც გაურებას, ბუნდოვანებას გამოიწვევს და საფიქრავს თქვენში. კიდევ ვინ მოიჩქარის? ისევ ამ ადამიანზე წარსულიდან გვიყვება ტარო ადამიანი, რომელიც ეს ადამიანი სხვათა შორის მატერიალურად ძალიან შემდგარი პიროვნება არის, ვინც თქვენსკენ მოიჩქარის, მისთვის მნიშვნელოვანია ტრადიციები, თვითონაც არის რაღაც გაურკვევლობაში, შესაძლოა რაღაც
პიროვნება, კარგი პიროვნება ჩანს, მაგრამ ყველა ადამიანი რაღაც გარკვეულწილად ვართ მანიპულატორები და რაღაც მანიპულაციურ ხერხებს მიმართავს თავდაპირველად. თქვენში ეს გაურკვევლობა გამოიწვიოს. ადამიანი, რომელიც წავიდა ურთიერთობიდან, ანუ წარსულის ადამიანს აჩვენებს. და გამოიწვევს ეს თქვენში დიდ საფიქრალს. გინდათ თუ არა ეს ურთიერთობა და გინდათ თუ არა ამ ურთიერთობის აღდგენა. ასე მოიჩქარის კიდევ პენტაკლების მეფე. საკმაოდ შემდგარი ესეც მიწაზე მყარად მდგომი პიროვნება, შესაძლოა იყოს მიწის სტიქიის წარმომადგენელი, ან გავლენა ქონდეს მიწის სტიქიის ადამიანი, რომელმაც იცის ურთიერთობების ფასი, ადამიანი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი არის ოჯახური სიმყუდროე, სტაბილურობა, რომელიც ჩაბღაუჭებული არის სტაბილურობას, შესაძლოა რამე თანამდებობა ეკავოს და ამ სტატუსს იყოს ჩაბღაუჭებული, არ უნდადეს მისი დაკარგვა. ესეთი ადამიანიც გამოჩნდება, ან უკვე არის თქვენ ცხოვრებაში. სეიმს მოიტანს ეს ადამიანი. ნახეთ, როგორი ლამაზი არკანები ამოვიდა. შეხედეთ. სეიმს მოიტანს ეს ადამიანი. თქვენთვის მზე ამობრწყინდება ახლებურად. პოზიტივს შემოიტანს, სასიცოცხლო ენერგიებს შემოიტანს. მიჯაჭვულობაც გექნებათ ამ ადამიანის მიმართ. ჩანს, რომ შეიძლება ზუსტად ეს გაურება ამ ადამიანის გამოჩენა გამოიწვიოს, ანუ ადამიანი, რომელიც გამოჩნდება თქვენი წარსულიდან და ახალი ადამიანი და ამ ყველაფერმა შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი გაურება, ესე ვთქვათ, არჩევანის წინაშე დადგეთ. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება თქვენზეა დამოკიდებული, ვის აერჩევთ და ვინ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. ახლა ვკითხოთ ტაროს რა მოიჩქარის თქვენსკენ, რა სურპრიზები აქვს სამყაროს თქვენთვის, რა სიახლეები და რა სიკეთეები. უცებ შესაძლოა რაღაც სამსახური გამოჩნდეს, მოკლედ მეგობრებო, შეიძლება სამსახურთან დაკავშირებით რაღაცა მღელვარებაში იყოთ, შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ აი ბევრს შრომობთ, ბევრი შრომა ჩადეთ და არ გამოიღო სასურველი შედეგი, არ გამოიღო სასურველი ნაყოფი, მაგრამ უცებ ისე განვითარდება მოვლენები, კი შესაძლოა იყოს გარკვეული სანერვიულოც, მაგრამ ისე განვითარდება მოვლენები, რომ კარგ სიახლეებს გაიგებთ სამსახურთან დაკავშირებით. შეიძლება ახალი სამსახური გამოჩნდეს, იმიტომ რომ ჩათვალოთ, რომ ეს სამსახური უკვე ძალიან გამძიმებთ. ანუ ახალი სამსახური გამოჩნდეს და დადგეთ არჩევნის წინაშე, რა გზით წახვიდეთ. გადაჭრათ ძველი სამსახური და რაღაცა ახალი შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში, იგრძნობთ ძალას, საკუთარ გადაწყვეტილებაში და აქაც მეგობრებო, თქვენზე იქნება დამოკიდებული ორ მნიშვნელოვანს შორის, რომელს აირჩევთ და საბოლოო ჯამში უპირატესობას მიანიჭებთ იმ სამსახურს, რომელიც მოგიტანთ სიმშვიდეს, სტაბილურობას, რა თქმა უნდა, და სადაც თავს იგრძნობთ დაფასებულად. ესეთი ლამაზი პენტაკლების დედოფალი გახდებით. შეიძლება ვინც მეყურებთ ხართ მიწის სტიქიის წარმომადგენელი, ან უბრალოდ ეს ენერგიები შემოვა თქვენში, როდესაც იგრძნობთ მატერიასთან კავშირს, როდესაც მატერიალურ სამყაროში გამოავლენთ თქვენ შესაძლებლობებს, გექნებათ გარკვეული მიღწევები, წარმატებები. ნახეთ, როგორი ლამაზი არკანია, როგორი ნაყოფიერია,
ჩვენი პენტაკლების დედოფალი. კი ბატონო, ახალი სამსახური, ნახეთ, რამდენი ფინანსებთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ძალიან ლამაზი არკანები ამოვიდა, კვერთხების ტუზი და პენტაკლების ტუზი. რაღაც მოქმედებებში იქნებით სულ, რაღაც აქტიურ ქმედებებში გადახვალთ და სამყაროსგან მიიღებთ დასაჩუქრდებით, მატერიალური სიკეთეებით. გისურვებთ წარმატებებს, მეგობრებო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.